არასოდეს შევეგუები ქართული ოცნების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და კანონებს. სწორედ ასე მიმართა ლეილა ცომაიამ მოსამართლესა და დარბაზში მყოფ ადამიანებს ის ერთი დღით გაუშვეს პატიმრობაში და სხვათა შორის დღეს და ტოვებს იზოლატორს. როგორც თავადვე განმარტა, აუცილებლად გავა დედაქალაქის მთავარ გამზირზე, როგორც ამას მანამდეც აკეთებდა, ის არის ძალიან მტკიცე საკუთარ გადაწყვეტილებაში და ფიქრობს, რომ სანამ ქართულ ოცნებას აქვს მიტაცებული ხელისუფლება, იქამდე ყველა მასე დემოკრატიულად უნდა გამოხატოს საკუთარი პროტესტი. რაც შეეხება დანარჩენ მონაცემებს, დღეს 5 ადამიანი გაუშვეს ადმინისტრაციული წესით პატიმრობაში. მარინე ნანავა 5 დღით, ლეილა ცომაია 1 დღით, გურამ ღონღაძე 3 დღით, რუსიკო კობახიძე 1 დღით, ხოლო გიორგი ბალხამიშვილი 4 დღით. არც ერთი მათგანი არ ნანობს იმას, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე გადავიდნენ, გადაკეტეს საავტომობილო გზა და დარწმუნებულები არიან, რომ ეს ძალიან სწორი და სახელმწიფოებრივი ქმედება იყო. ქვეყანაში, რომელშიც წლობით არის დაკეტილი მეტროსადგურები, წლობით გადახრილია გზები, არავინ იძიებს ამ ამბებს. ასეთ ქვეყანაში სიცხლის სამართლის საქმედ ითვლება 20 წუთით გზის გადაკეტვა. ვინმეს რომ აწუხებდეს გზების გადაკეტვა, გამოიძიებდნენ კორუფციის კერებს და პირველს კახა კალაძეს დაპატიმრებდნენ. ამ ყველაფრის მიზანი პროტესტის მონაწილეების დაშინებაა. ვაღიარებ ფაქტს, გზაზე გადასვლას. მე უბრალოდ ვხსნი მიზეზებს. არ ვთვლი თავს დამნაშავედ, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტს ვაღიარებ. ეს კანონი არის უსამართლო და ჩვენი ვალია არ დავემორჩილოთ მას. ამ თუ სხვა ფორმით პროტესტს ვაგრძელებ, სანამ თქვენ და რეჟიმის სხვა მსგავსი მსახურები საბრალდებო სკამზე არ ამოყოფთ თავს. ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ ის რეპრესიული კანონები, რომლებიც ბოლო დროს არის მიღებული ხელისუფლების მიერ, არის კონსტიტუციის წინააღმდეგი, არის არაპროპორციული. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება რეალურად გაამტყუნა და მიუსაჯა ერთდღიანი თავისუფლების აღკვეთა. სრული საფუძველი ჰქონდა მოსამართლეს, რომ შენიშვნა გამოეყენებინა, მაგრამ გამოიყენა ერთდღიანი პატიმრობა, მხოლოდ და მხოლოდ იმის რომ შეაშინოს ადამიანები, რომ ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება თუ ისინი კიდევ გადავლენ გზაზე. რეალურ პრობლემებზე კონცენტრირებისა და აქცენტირებისაკენ მოუწოდებს ქართულ ოცნებას მასწავლებელი პედაგოგი მარინე ნანავაც. ის პატიმრობაში გაუშვეს 5 დღით და ედავებიან გზის ხელოვნურად გადაკეტვას. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არაერთ გზის დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და თქვა, რომ არის აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება, არ ნანობს იმას, რომ ყოველდღიურად გამოდის დედაქალაქის მთავარ გამზირზე და სხვებსაც მოუწოდებს, რომ მოიქცნენ ანალოგიურად და ბიძინა ივანიშვილის გუნდს აჩვენონ, რომ ახლა ყველა საქართველოს პროევროპულად განწყობილი მოქალაქე იბრძვის იმისთვის, რათა ქვეყანა უკეთესობისაკენ შეცვალოს. ჩემი მოქმედება არის შედეგი საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობის არალეგიტიმური ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ მოქმედებებზე. არასოდეს შევეგუებით ამ ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ყოველთვის გავაპროტესტებთ. მოსამართლე ლეილა ცომაიამ მორიგი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ლეილა ცომაიას, რომელიც გახლავთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი, 1 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არის, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ რაიმე სახის კანონდარღვევა, სამართალდარღვევა ჩაიდინა ლეილა ცომაიამ. ანუ ნორმა, რომელსაც ამ ადამიანებს ასამართლებენ, არის სასახად არაკონსტიტუციური. ქართული ოცნების რეპრესიული კანონების მიუხედავად დედაქალაქის მთავარ გამზირზე პროტესტი გრძელდება. ადამიანები, რომლებიც ტოვებენ იზოლატორს, მაშინვე მიდიან რუსთაველის გამზირზე და ქართულ ოცნებას აჩვენებენ იმას, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებენ ბრძოლას დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც მათი მტკიცებით ახლა ბრძოლის მთავარი ხაზი გადის. ამიტომ გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა. ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს გაუშვეს რამდენიმე დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში, მოუწოდებს, რომ დადგნენ მათთან ერთად და როგორც შეუძლიათ დაანახონ ქართულ ოცნებას, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება ბოლომდე და გაგრძელდება გამარჯვებამდე.